არა კაცო აქ არაბები აქ რანაირად ჩამოვლენ, რას ბოდიალობთ ხალხო, ბომბავენ იქაურობას. ერთი არის რა შეიძლება, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დავუშვათ ჩაქრა შუქი. და ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ რა მოხდა მერე, ეხლა მთელი 90-იანები უშუქოთ ვიჯექით. ამ ყურის ქვეყნებისთვის ეგ არის კიდე წყლის პრობლემა. სასმელი წყალი უმეტესობას უდაბნოა იქ, მიეწოდება კონკრეტული ქარხნები არის, რომელიც ზღვის წყალს იღებს ელექტროენერგიით. მისგან მარილის გამოცვლა ხდება და მაგაზე არის მთელი მაგათი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა. ამისი მასიური დაბომბვა და წყობრიდან გამოყვანა რომ დაიწყო ირანმა, მთელი რეგიონი აღმოჩნდება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება 14-20 დღე საჭმლის გარეშე კაი არაფერი არ მოზდის, მაგრამ ცოცხლობს, მაგრამ 2 დღეში წყლის გარეშე ადამიანი კვდება, მით უმეტეს უდაბნოში. ამიტომ მან შეიძლება ისეთი ჰუმანიტარული კრიზისი ვიხილოთ, რომ დედაშვილს არ აიყვანს ხელში. ის წარმოდგენა რომ აქ ვინჩამ, რავი ხა ვისაც აქ კერძო საკუთრება აქ შეძენილი, არ უნდა შეძენილი. და ვისაც არ უნდა რომ კითხვები დაუსვან ფული საიდან გაქვს, იმიტომ რომ ევროპაში მაგალითად ეგეთ კითხვებს სვავენ და საქართველოში არ სვავთ ეგეთ კითხვებს. ოღონდ ვინმე ფული მოიტანოს და დანარჩენი დიდად არ გვაინტერესებს, ხო? ახლა ეგ ნაკადი დაუშვათ საქართველოსკენ რომ წამოვიდეს ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში. რავი, ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება.